საქართველოში ქუიარ უფლებების შემზღუდვის სიძულვილის კანონები დეკემბრიდან მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ თვით ცენზურის თუ ცენზურის დაწესების გავლით ამ კანონებმა მოქმედება უკვე დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ტრანს უფლებებს, ტრანს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას პირდაპირ დარტყმას აყენებს ის კანონები, რომლებიც დეკემბერში მიიღეს. ამიტომ ტრანს უფლებებზე სალაპარაკოდ, როგორ შეიცვალა სიტუაცია მაგის განსახილველად დაუპატიჟეთ ბექა გაბადაძე, სოციალური მუშაკი და ქუიარ აქტივისტი და ტრანს აქტივისტი დანი. დიდი მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის და აი ის რომ ვთქვათ, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ტრანს უფლებებზე საუბრის ნაწილში ჩვენ არ დაგვიწყია, ან ამ მდგომარეობამდე არ მოვსულ ვართ რაღაცა კარგი მდგომარეობიდან, რა ისედაც ყოველთვის პრობლემური იყო, ხარვეზიანი იყო და უფლებების რეალიზების ნაწილში ძალიან ბევრი გამოწვევა იყო რა. რა შეიცვალა ბოლო პერიოდში, რა არის განსაკუთრებით მტკივნეული ცვლილებები, რომლებმაც ასე ვთქვათ პირდაპირ მიზანში ამოიღო ტრანს უფლებები კონკრეტულად. კანონის მიზანი, ამ კანონის მიზანი ვიცით რომ არ ყოფილა რაღაც LGBTQI ჯგუფის უფლებების შეზღუდვა მხოლოდ. ეს იყო რაღაცა საშუალება მართველი გუნდისთვის, რომ განტევების ვაცად გამოეყვანა queer თემი, საკუთარი ამორჩევლისთვის რეგიონებში და არა მხოლოდ ეთქვა, რომ თქვათ ჩვენ რაღაცა ტრადიციული ღირებულებების დამცველი ვართ და ამიტომ წინასაარჩევნოდ ეს კანონი იმ პაკეტთან ერთად, რომელიც ანტი გენდერული და ანტი სახალხო და ანტი დემოკრატიული კანონების პაკეტში მოხვდა. ნამდვილად შეეხო ტრანს თემს, არ მოსულვართ აქამდე, რა თქმა უნდა, მანამდეც იყო გამოწვევები, მაგრამ პრაქტიკულად ეს კანონი თუ სხვა ჯგუფებს მეტნაკლებად აჩუმებს და ცენზურას უწესებს, ტრანს თემს უშუალოდ პირდაპირ ეხება იმ კუთხით, რომ მის კრიმინალიზებას იწვევს. აბა რა ქვია სიტუაციას, როდესაც ადამიანი საკუთარი ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვეღარ ახერხებს და ჩვენ არ ვიცით ამას რა შედეგები ექნება რამდენიმე წელში. იმიტომ რომ ტრანსჯანდაცვა პრაქტიკულად ანტი-LGBT კანონის მიხედვით პრაქტიკულად აკრძალულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ექიმი, რომელიც რაღაცა მხარდაჭერას აღმოუჩენს ტრანს თემის წევრს, შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში 2-დან 4 წლამდე. ანუ არც ერთი ამ კანონში სხვათა შორის არც ერთგან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეს პირველად ჯერზე არ დგება, ხოლო დგება ამ სიტუაციაზე და ეს იმას მიანიშნებს, რომ ადამიანის სიცოცხლეს ეს კანონი, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, სიცოცხლის უფლებას ეწინააღმდეგება. იქნება სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში თქვათ სამედიცინო ჩვენების მიმართულებით თქვათ გვაქვს F64 დიაგნოზი, სადაც ადამიანს თქვათ ესმება ეს დიაგნოზი, რომელიც მოძველებულია მართალია, მაგრამ მაინც და ამის მკურნალობისთვის ექიმი შეიძლება დაიჭირონ ციხეში ჩასვლა. აღარაფერს აღარ ვამბობ ოპერაციებზე, რომელიც ისედაც გამოწვევას წარმოადგენდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირადღირებული ოპერაციები იყო. ეხლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც სამედიცინო საზოგადოება მაინც ჩვენ ქვეყანაში არ აღმოჩნდა მსად, რომ წინააღმდეგობა გაეწია ამ კანონის მიმართ, იმიტომ რომ ექიმის მოვალეობა ჩემი აზრით ესეც არის, რომ როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მან უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანს დაეხმაროს, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნოს. და აი ამ მოდუსში, ანუ ეს საბჭოთა სკოლა მაინც ვერ გადმოვიდა, ძირითადად გენდერული აფირმაციის სერვისებს გაწევდნენ ახალგაზრდა ექიმები, თუმცა როგორც თქვი, ამ კანონის და გამო ციხის შიშით ბევრმა ექიმმა შეწყვიტა ეს პრაქტიკა და თემი დარჩა აბსოლუტური ამ სიცოცხლის უფლების, ჯანმრთელობის უფლების გარანტიის გარეშე. ამიტომ ძალიან დიდი გადინება გვაქვს ქვეყნიდან ტრანს თემის წევრების, ძალიან დიდი
ესე რომ თქვა თვითკურნალობაში ესე რომ თქვა ჩართვის ძალიან დიდი მაჩვენებელი გვაქვს არ გვაკლებდით წინა წლებშიც მაგრამ 2019 წლიდან თითქოს სიტუაცია იცვლებოდა განსაკუთრებით ახალგაზრდა ტრანს ადამიანებისთვის თუმცა ეხლა მივდივართ ისე უკან სადაც ჰორმონების შავი ბაზარი ჩნდება და ადამიანებს აღარ ეკითხებათ საშუალება რომ ნორმალურად როგორც მათ ჯანმრთელობაზე ისრუნონ ისე როგორც ეს წერია გაიდლაინებში ან იმ რეკომენდაციებში რომლებიც ტრანსჯანდაცვის სფეროში არსებობს. აი ბევრი აქცენტი ახსენე და რაღაცნაირად რო ჩავშალოთ ერთი როცა ვამბობთ რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისებზეა საუბარი და ამის შეზღუდვაზე რა საფუძველს ეფუძნება ეს ნათქვა მსმენელს რო წარმოადგენინოთ რატოა ეს აუცილებელი სიცოცხლისთვის რას ცვლის მაგალითად ის სერვისები რომლებზეც ულამაზად უძღვდავს დღეს სახელმწიფო ტრანს ადამიანებს მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ყველა სტატისტიკა რაც არსებობს და მათ შორის კვლევები ადასტურებენ იმას, რომ ტრანს ადამიანებში თუნდაც სუიციდის მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, მაშინ როდესაც მათ ხელი მიუწვდებათ გენდერული აფირმაციის პროცედურებს. ეს პროცედურები და ჩვენი ხელმისაწვდომობა სახელმწიფომ რაოდენაც არ უნდა კრძალოს ტრანს ადამიანები მაინც იპოვიან გზას იმისთვის რომ ჩვენთვის აი ცოცხლო მნიშვნელოვანი თუნდაც ჰორმონები მივიღოთ. საკითხი უბრალოდ დგება იქ, რამდენად უსაფრთხოდ ვიღებთ ამას. ერთი მხარე არის ის, რაც ახლა გვიდგას ჩვენ ამ რეალობაში ის რომ ადამიანები შავ ბაზარზე ყიდულობენ ჰორმონებს, მათ შორის ის ხარისხი, რომელიც არის ამ ჰორმონების შავ ბაზარზე ბევრად უფრო დაბალია და ბევრად უფრო მეტ გამოწვევას ქმნის გრძელვადიან პერიოდში ტრანს ადამიანებისთვის ჯანმრთელობის კუთხით და მეორე მხარეს არის უბრალოდ ის ადამიანური პროცედურა, რომელიც შეიძლებოდა რომ რა ჩვენ გვქონოდა რა ის რომ მივიდეთ ექიმთან, ჩავიტაროთ კონკრეტული ანალიზები და ყოველ 6 თვეში ერთხელ ვემოწმოთ. ახლა ეს ყველაფერი აღარ ხდება. მეც მაგალითად ბოლოს 1 წლის წინ გავიკეთე ანალიზები და წარმოდგენა არ მაქვს რა სიტუაცია მაქვს რეალურად ჯანმრთელობის და ასე არიან ყველა ტრანს ადამიანი, რომელიც დღეს საქართველოში ცხოვრობს. გამოწვევა არის კიდევ ის, რომ ერთია კონკრეტულად ის, რომ მაგალითად ენდოკრინოლოგთან ვერ მივდივართ, მაგრამ მეორეა ასევე ის, რომ როდესაც ადამიანი იღებს ჰორმონებს, მისი ყველა ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულწილად კავშირში ამ ჰორმონებთან და ძალიან რთულია დააიდენტიფიცირო, რომელ ექიმთან შეგიძლია საერთოდ მისვლა და რომელ ექიმთან არ შეგიძლია. ჩემს პრაქტიკაში იყო ის მაგალითად, რომ მამოლოგმა მითხრა უარი კონსულტაციაზე, მაშინ როდესაც ესე პირდაპირ კავშირში არ იყო ჩემს რაცა F64 დიაგნოზთან ის რისთვისაც ვთხოვდი, რომ გაეწია კონსულტაცია. შესაბამისად, ანუ ერთის მხრივ თითქოს მხოლოდ ისეთ რაღაც სერვისებს გვიზღუდავს ხელმისაწვდომობას, რომელიც ბრჭყალებში სქესის შეცვლასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მეორეს მხრივ ფაქტობრივად მთლიანად გვთიშავს ჯანდაცვის ნებისმიერი სერვისისგან. და ეს რჩება, ეს არის ალბათ არაადამიანური მოპყრობა არის რეალურად სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე. აი ფინანსურ ნაწილზეც რო ვისაუბროთ, ერთი ისედაც მძიმე იყო ძალიან და აი ამ ალტერნატიული გზების ძიებამ და რაღაცა ბევრად გართულებული პროცედურების გავლამ ერთი აი ეს ხელმისაწვდომობა, ფიზიკურად ხელმისაწვდომობაც გაართულა და სავარაუდოდ ფინანსურადაც ბევრად უფრო ხარჯიანი და რთულად გასამკლავებელი გახადა ალბათ, ხო? შეიძლება ესე ითქვას. კი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 2 დეკემბერში შევიდა კანონი ძალაში, ჩვენ გვქონდა გამოცდილებები, როდესაც ტრანს ადამიანები გამოვაგდეს სამსახურებიდან და დამსაქმებელი არც მალავდა იმას, რომ წინასწარ ყავდა გაფრთხილებული, რომ თუ ეს კანონი ნამდვილად მიიღეს, მე მომიწევს, რომ შენ დაგემშვიდობა. იმიტომ რომ თუნდაც ამ კანონის ერთ-ერთი ნაწილი არის ის, რომ მე როდესაც ვმუშაობ დამსაქმებელთან, ის ვალდებულია მომმართოს ჩემი ბიოლოგიური სახელით. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულად შეიძლება რომ დაჯარიმდეს. არავის არ უღირდა რეალურად, იმიტომ რომ არც გავგვკვირვებია
არც კაპიტალისტურ სისტემაში ძალიან რთულია ხა ბიზნესებს ადამიანის უფლებები ადარდებს იქამდე სანამ ეს ადამიანის უფლებები რაღაცა მოგებას ნახულობს რა მათთვის. როდესაც რაღაც სახის რისკი შეექმნათ მარტივად მოხდა რაღაცა ადაპტაცია ახალ რეალობაში და ტრანსადამიანები დარჩნენ სამუშაოს გარეშე, იქამდეც ძალიან რთული სიტუაცია იყო, ცხადია და იქამდეც არ გქონდა ეს სიტუაცია, რომ მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის დასაქმება, მაგრამ ახლა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა გარდა სათემო ორგანიზაციებისა ტრანსადამიანებმა სადმე ისე დავსაქმდეთ, რომ რაც მინიმალური ღირსეული პირობები მაინც გქონდეს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ძალიან დაბალი ხელფასებია ისედაც და ზოგადად დასაქმების სფერო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას არა მხოლოდ ტრანსადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის და ამან შექმნა ის, რომ ადამიანები გადავედით ბევრად უფრო დაბალფასიან ჰორმონებს. რაც წინა წლების გამოცდილებაშიც კარგად გვაქვს ჩვენს ტყავზე გამოცდილი, რაც ნიშნავს, როცა ამ ჰორმონებს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში იღებენ. Ახლაც იგივე რეალობა და ამასთან ერთად ასევე ძალიან გართულდა თუნდაც ამ ჰორმონების მოძიება შავ ბაზარზეც კი. და რაღაცა ეს ლუპი იქმნება, სადაც ერთის მხრივ არ გაქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ ეს ჰორმონები მიიღო და როგორც კი რაღაც შანსი გეძლევა, თქოს ეს ჰორმონებიც აღარ არის რა ბაზარზე. პერსონალურად შეხება თუ გქონიათ, რა არის ხოლმე ის სჭიროებები თუ შიშები, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ, რა ნაწილშიც განსაკუთრებით დადგა რაღაცა ეს მწვავე პრობლემები რა. ან აი რაღაცნაირად გაზომვა ალბათ ესე ბოლომდე შესაძლებელი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად აი ამ გამოცდილებების დაჯგუფება თუ შეიძლება რა არის როგორია საჭიროებები. მე სათემო ორგანიზაციისთვის მუშაობ და რაღაც პერიოდულობით კვლევებს ვაკეთებ ხოლმე რა საჭიროებებია თემში. ბოლო ჯერ დაგუსრულებია, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ წამყვანი აგრეთვე ემიგრაციას უკავია, იმიტომ რომ ისედაც ვთქვათ მანამდე წლების განმავლობაში გადიოდა თემის წევრები, მაგრამ ეხლა არის ძალადობის საფრთხე, უშუალოდ ძალადობის საფრთხე და ამის გამო თუ წინა პერიოდში თქვა ემიგრაციის მოტივირებელი მომენტი იყო ის, რომ ადამიანი ფინანსური შესაძლებლობა არ ქონდა, თქვა ჯანდაცვა არ იყო გამართული და უფრო სოციალური და ეკონომიკურ ფაქტორებზე მიუთითებდა, ახლა უკვე ძალადობის შიში არის წამყვანი ფაქტორი ემიგრაციაში. ამიტომ ყველასთვის გამოწვევა არის, ანუ ეს ემიგრაცია არ არის ადვილი პროცესი, როგორ მოახერხებს ამას, რამდენად ადაპტირდება და რა გამოწვევები დახვდება მას იქ. ეს არის წამყვანი მომენტი. აქ ვინც შეებიან, ან ჩვენ მქონდა აი დასაქმებას საუბრობდა და აქ ჩვენ მქონდა ახალი ესე რომ ვთქვათ, გარკვეულწილად ბოლო წლებში ახალი შესაძლებლობები, ვთქვათ, იგივე ბიზნესში დასაქმების კუთხით. და ეს შესაძლებლობები, ამ შესაძლებლობებმა ძალიან ბევრი ადამიანი კონკრეტულად ძალიან ტარგეტირებული და საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული სამუშაოში თუ რა სამუშაოშია ჩართული ტრანსადამიანები, აი აქედან წამოიყვანა და ახალგაზრდა ტრანსადამიანებს აღარ უწევდათ ეს მათთვის შესაძლებლობები დასაქმების ბევრად უფრო ფართო იყო. განათლების შესაძლებლობებიც ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მილენიალ ტრანსადამიანების შემთხვევაში და განსაკუთრებით ტრანსქალების შემთხვევაში სერიოზული გამოწვევა ჰქონდა იგივე სკოლის დასრულების, იმიტომ რომ ოჯახი არ იყო კარგად განწყობილი და მხარს არ უჭერდა და შესაბამისად დაადრევად დასრულებდნენ ამ განათლების მიღების მომენტს. ხო, შესაბამისად დაბალი იყო მათი ანაზღაურებაც მოგვიანებით ან კონკრეტულ სამუშაოში ერთვებოდნენ, რომლებიც მეტნაკლებად მათ შესაძლებლობებს ესე რომ ვთქვათ ფარავდა. თუმცა აი ეს ბოლო პერიოდში იყო ეს შესაძლებლობა, რომ ტექს მიმართულებით, იგივე სერვისის მიმართულებით უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და ეხლა ეს ჩილინგ ეფექტი მართალია ამ კანონს არ მოყოლია ჯერჯერობით არანაირი follow-up-ი მაგალითად ბიზნესმენთა არეგულირებს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს ინტერნალიზებული თუ რეალური ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები ამ ბიზნესებს უბიძგებს, რომ აღარ გაწიოს ის
ესე რომ ვთქვათ, ის ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ტრანსადამიანის ბიზნესში დასამაგრებლად და შესაბამისად უფრო მარტივად აირიდოს თავიდან ეს ყოველივე. გარდა იმისა, რომ შეიძლება თვითონ ნამდვილად ტრანსფობიური განწყობები ქონდეს, ამიტომ მარტივია ამ ადამიანებისთვის ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა. კიდევ ერთი მომენტი, რაც მინდოდა მეთქვა, არის ამ ძალადობის ნაწილში, რომელიც მიგრაციას უკავშირდება, ძალადობისგან დაცვის საშუალებები, ხო? ანუ ეხა პოლიცია ამ კუთხით აღარ განიხილება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ მე მგონი ამ ქვეყანაში არავის უფლებები უკვე დაცული აღარ არის და ბუნებრივია ეხა იმ წინასწარგანწყობების ფონზე, რაც თქვათ არსებობს ამ კონკრეტულ ძალოვან სფეროში ტრანსადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ პირობითად მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში უნდა მიმართონ პოლიციელებს. ანუ მე მგონი ისტორიულ მინიმუმზეა დასული ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად ეს ძალადობის წინაშე აღმოჩენილი თემის წევრი რჩება მარტო ამ ძალადობის გასამკლავებლად და ბუნებრივია ისევ რაღაცა ერთმანეთის დახმარებით და რაღაც სოციალური სხეულით და ესე რომ ვთქვათ თემის მხარდაჭერით თუ მოახერხებს თავს ძალადობრივ გამოცდილებებს და აღწიოს თავი. ამიტომ ეს სიახლეებია, რაც საჭიროებებში ვთქვათ წინა პერიოდის განმავლობაში არ ამოდიოდა, მაგრამ ეხლა წამყვანია, იმიტომ რომ აი ესეთი სიტუაცია ამ განტევების ვაცის და რაღაცა განტევის ვაცად ქცევა და დეჰუმანიზაცია თემის მოახდინა ის, რომ პრაქტიკულად ვთქვათ ეს სოციალურად ისეთ გარიყული ჯგუფი უფრო მეტად გარიყა. თუმცა საშუალი არ ჩანჩერდა. აი ეს პოლიციის ნაწილზე ხო ალბათ არავის იმედად აღარ გვესახება საერთოდ პოლიციისთვის მიმართვა, ტრანსადამიანებს ალბათ ისედაც მაინც და მაინც იმედად არ მიაჩნდათ. მე ადრე მქონდა საუბარი ერთ-ერთ ტრანს რესპონდენტთან, რომელმაც მითხრა, რომ აი სოციალური ექსპერიმენტი რო ჩავატარო თუ ქუჩაში გავიდეთო და ქუჩის ერთ მხარეს შენ დადგე და მეორე მხარეს მეო, ვნახავთო რომლის მიმართ უფრო მალე ექნებათ რეაგირებაო რა, რომლის უფლებების დარღვევაზეო და ნუ ალბათ ეგ ისედაც ცალსახა, მაგრამ აი ეს შეკავშირების და რაღაცნაირად სოლიდარობის თუ ერთმანეთის მხარდაჭერის სივრცესაც რაღაცნაირად მაგის კონტროლსაც, მაგის მოშლასაც ცდილობენ ალბათ. იმიტომ რომ იმისთვის რომ რაღაცნაირად თემი შეკავშირდეს და ერთმანეთთან მისასვლელი გზები მონახოს, ალბათ უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი და ეგ უსაფრთხოების განცდა ფაქტობრივად მოშლილია. აი ხო, როგორ შეამცირა ტრანს ადამიანებისთვის აი სერიალი პრინციპში მაგაზე ვსაუბრობთ მთელი ეს დრო და უსაფრთხოების განცდის ნაწილშიც რა თუ შეიქმნა რაღაცნაირად ესეთი კრიზისული მდგომარეობა ან თუ შეიძლება ვთქვათ რომ რაღაც ვის ვწვდებით და ვის ვერ ან პროცესში ვის ვერ ვხედავთ და ხო ანუ როგორია რა ეგ მაგის წარმოდგენა ორგანიზაციული ნაწილი მაინტერესებს უფრო რა აი ორგანიზაციულად კრიზისი რამდენად შეიქმნა იმაში რომ რაღაცნაირად დაკავშირების გზები მონახო რა ანუ თვითონ განცდა თუ აქვთ იმის რომ უსაფრთხოების გრძნობა აქვთ მოშლილი და მაგის გამო ვეღარ მიმართავენ იმათ ვინც მაგალითად ადრე მიაჩნდათ საშუალებად რომ რაღაცა მათ უფლებებს დაიცავდნენ ხო, ეხლა მან მნიშვნელოვანი არის ამ სივრცეების ნაწილში მნიშვნელოვანი არის, რომ თქვათ რა შესაძლებლობა დარჩა იგივე სათემო ორგანიზაციებს თქვათ მხარდაჭერა გაუწიონ თემის წევრებს. ეხლა რა თქმა უნდა ძალადობრივ გამოცდილებებზე, როდესაც ვსაუბრობთ აქ რაღაცა შეიძლება იურისტი გყავდეს, მაგრამ ის იურისტი ვერაფერს ვერ გახდება შესაბამისად შენ თვითონაც რომც მოგმართოს მაქსიმუმ შეიძლება რაც გააკეთო, რომ აი თქვათ ამ შემთხვევის დოკუმენტირება გააკეთო, იმიტომ რომ ვიცით რომ თქვათ იგივე იურისტი შეიძლება იმ კონკრეტულ სივრცეებში გახდეს იგივე ძალადობის მსხვერპლი. ამ მიმართულებით ნამდვილად გამოწვევა შეიქმნა, თუმცა
ეხლა რაც შეეხება თქვათ იმ სერვისებს, რომლებიც შეიძლება ცოტა გაძლიერებისკენ იქნას მიმართული, ეს შესაძლებელი არის ისევ ჯერ კიდევ, თუმცა ამ სერვისების მხარდაჭერის სერვისების ადამიანის გაძლიერება საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდება, ბუნებრივია იმ გარემოში, იმიტომ რომ ის სერვისები დაგეგმილი იყო გარემოში, სადაც უფრო მეტი მოკავშირე და უფრო მეტი უსაფრთხო სივრცე იყო და შესაბამისად ახლა იმას იგივე შედეგი ვერ ექნება, რა თქმა უნდა. ამ უსაფრთხოების ნაწილში, ანუ რაღაცნაირად საერთოდ queer თემი შეიძლება საზოგადოების ბევრი ჯგუფი ახლა დადგა ამ გამოწვევის წინაშე, მაგრამ ჩვენ ჩვეულის რაღაცნაირად ის მეხსიერება, ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც გვაქვს ამ მიმართულებით და არ დაწყებულა ესე ჩვენი ესე ვთქვათ დარბევა და ცემა და უბედურებები ახლა, ხო? ეს წლების განმავლობაში სერიოზული გამოწვევა იყო ყოველთვის. ანუ არ მახსენდება დრო, როდესაც არ იყო ეს გამოწვევა, ხო? შესაბამისად შეიძლება რაღაც პოზიტიურ ნოტაზე რო გადავიდეთ, ჩვენ შეიძლება ვაქცინაც გვაქვს ამ პოლიციური კონტროლის წინააღმდეგ და შეიძლება გზებიც ვიცით, თქვათ, როგორ დავიცვათ თავი, თქვათ, ამ პოლიციური კონტროლიდან, მაგრამ კიდევ და კიდევ ამბობ, კანონის მიხედვით, ესე რომ თქვათ, რომელიმე ჯგუფის კრიმინალიზება იწვევს იმას, რომ მეტი კონტროლი, მეტი პოლიციური კონტროლი შემოდის ამ ჯგუფებზე და ხა გავიხსენოთ ხო კრიმინალიზებული ჯგუფები ვინ არიან საქართველოში ძალიან მოწყვლადი ადამიანები რომლებსაც რა ვიცი ავალებენ ისეთ უბედურებებს და ეს იყო წლების განმავლობაში გამოცდილებები გავიხსენოთ ისიც როგორ ეპრობიან თქვა სოციალურად დაუცველებს იმ ეკონომიკური ძალადობის манипуლირებით, რომელიც მათზე აქვთ და ძალიან ბევრ ჯგუფს, ხო? შესაბამისად, ანუ ახალი ალბათ, ახალი ამ შაგურის სისტემა, ახალ მეთოდებს, რა თქმა უნდა, მოიგონებს და ეს გაუარესება კანონის ალბათ თემზეც აისახება, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, შეიძლება ჩვენ გვაქვს ანტიდოტები ამ გაუარესების წინააღმდეგ და ალბათ აქ არის გამოსავალიც ამ წინააღმდეგობაში, ამ პირველ რიგში საკუთარი თავის გადარჩენაში და საკუთარი თავის არსებობის შენარჩუნებაში. ეს არის ალბათ ყველაზე მეტად რაც ახლა სისტემას აწუხებს, ხო? ანუ გეუბნება რომ ან გაიქცევი ქვეყნიდან, ან კიდე ისეთ სიტუაციებში შეგვიქმნი, რომ თქვენ შენ სიცოცხლის უფლებას დავახნებ საფრთხის ქვეშ და შესაბამისად თუ კი გადარჩები, ეს უკვე რაღაცა წარმატებაც არის, ხო? კი ბატონო, აი აქ კიდევ ერთი საკითხი რაც მაინტერესებდა იყო ის, რომ აი წლების განმავლობაში აი მაგალითად საცხოვრის ხელმისაწვდომობის და საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც იდგა ხოლმე. მსმენია გამოცდილებებზე, რომელსაც ნუ ესე განზოგადება არ მინდა, მაგრამ მსმენია არაერთ გამოცდილებაზე, როცა ქირაობის, ბინის ქირაობის ნაწილში ჰქონდათ პრობლემა. მაგ ნაწილში თუ იცვლებოდა რამე და თუ შეიძლება ითქვას, რომ აი იმ რაღაცა ანტი-LGBT პროპაგანდამ, რაც ხელისუფლებამ აწარმოა ბინაზე, საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის ნაწილში კიდევ უფრო დიდი პრობლემა შეუქმნას ტრანს თემს რა. ხო, საცხოვრისის და საცხოვრებლის ნაწილი ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო ტრანს თემისთვის. ერთის მხრივ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ჩვენთვის ის, რომ მაგალითად შეგვესყიდა ბინა და მეორე არის ის, რაც რა პრაქტიკაც ტრანს თემს აქვს ქირაობის, სადაც ყოველთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევა, თუმცა ახლა გამოწვევა უფრო იმ მხრივ შეიცვალა, რომ იქამდე ტრანს ადამიანები ფინანსურად მაინც ახერხებდნენ იმას, რომ მაგალითად ექირავებინათ ბინა და მიუხედავად იმისა, რომ გვჭირდებოდა მოძიება და არ ვიცი, 150 ბინა უნდა მოგეძიებინა იმისთვის, რომ ერთ მე პატრონე ესე თქვა, რომ მე თანახმავარ ჩემს ბინაში ტრანს ადამიანი ცხოვრობდეს, მაინც ანუ ეს ერთი ადამიანი მაინც არსებობდა. ახლა დავდექით იმ რეალობის წინაშე, სადაც წლებია ისედაც ქირის თანხები ძალიან გაზრდილი არის, ტრანს ადამიანები ვეღარ მუშაობენ, იქამდე გამოცდილებები და აი ეს გამოცდილებები გრძელდება იმისა, რომ მაგალითად რამდენიმე კომუნიტის წევრი ერთად ცდილობს, რომ რაღაცა იპოვოს და უფრო მარტივია ხოლმე ეს პრაქტიკა, თუმცა
ხო, საბოლოო ჯამში პრობლემა ღვივდება იმ კუთხით, რომ ფიზიკურად აღარ შეუძლია ტრანსადამიანებს თუნდაც ის რომ ჭერი კონდეთ თავზე მიმართავენ იმ სერვისებს, რომლებიც ორგანიზაციებს აქვთ, თუმცა ეს სერვისებიც არის ამოწურვადი და გამორიცხულია რაღაცნაირად კლიენტებს ეყოს. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შემდეგ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ წავიდნენ ემიგრაციაში. რომ ძალიან რთულია ყველანაირ უფლებას გიზღუდავენ, ჭერი თავზე არ გაქვს და რაღაც გამოსავალი უნდა იპოვო. და ეს არის ხოლმე რაღაცა ის სერვისები, რაც გვაქვს ჯერჯერობით, თუნდაც საცხოვრისი, რაღაცნაირად ერთგვარი ტრანსფერი გახდა რა, თითქოს თემისთვის, რომ სანამ ქუჩაში ვარ რაღაცნაირად სადღაც თავი შევაფარო და შემდეგ ვიმუშაო იმაზე, რომ ქვეყნიდან წავიდე. იმიტომ რომ ძირითადად ძალიან ცოტა არის ახლა ისეთი ადამიანი დარჩენილი ტრანსთემიდან, რომელსაც შესაძლებლობა აქვს რაღაცნაირად თავი ირჩინოს. და ამიტომ არის ალბათ ამხელა გადინებაც ქვეყნიდან. და პრინციპში აი ერთი ეგ ქირის ნაწილი და მეორე ახლა მაგან დამფიქრა იმაზეც, რომ ისედაც ხარჯის ნაწილში ტრანსადამიანებს ბევრად მეტი ხარჯი უწევთ, იმიტომ რომ მაგალითად უსაფრთხოების იგივე საჯარო ტრანსპორტით გადაადგილების ნაწილშიც ესე უსაფრთხოდ უფრო ნაკლებად გრძნობენ თავს, ვიდრე მაგალითად მე ვგრძნობ ხოლმე ეგრე წარმომიდგენია და მაგ ნაწილშიც ალბათ ის შეიძლება ითქვას, რომ ის ხარჯები, რაც აქვს სხვა ქუიარ ადამიანს და რაც აქვს ტრანს ადამიანს, არის სხვადასხვა, ანუ ბევრად დიდია ტრანს ადამიანების ხარჯი, ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როდესაც საბაზო უსაფრთხოება საჯარო სივრცეებში არ არის უზრუნველყოფილი და შეიძლება პრაქტიკულად მთელი დღე მოგიშხამოს იმან, რომ ვიღაცამ რაღაც კომენტარი გააკეთოს, ვიღაცამ რაღაც თქვათ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენოს, შესაბამისად ყოველნაირად ცდილობ, რომ თავი არიდო საჯარო სივრცეებს და შესაბამისად ვერც კულტურულ ცხოვრებაში ვეღარ ერთვები, ვერც შრომით ცხოვრებაში ვეღარ ერთვები და ბუნებრივია ყველა ადამიანსაც ასევე არ აქვს საშუალება, რომ იგივე ტაქსით გადაადგილდებოდეს, ხო? ამიტომ ანუ უნდა ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი ბევრი ტრანს ადამიანისთვის საკითხი ასე დგას, ვიქნები მე ის ვინც ვარ, თუ ვიქცევი იმათ, რათაც უნდათ რომ მე მხედავდნენ, ხო? ანუ აი ამ იმაში უწევთ ოპერირება. და ეს დასაქმების ნაწილზე კი არა, და საცხოვრისი ნაწილზე უბრალოდ იმას ვიტყოდი, ეხა აი რო წარმოვიდგინოთ, ეხლა დავფიქრდეთ ყველანი და წარმოვიდგინოთ, რამდენ ახალგაზრდას ჩვენს გარშემო, ჩვენს ნაცნობს აქვს შესაძლებლობა იყიდოს ბინა. და ეხლა რო დავფიქრდეთ, ამ სიმრავლიდან რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ტრანს ადამიანი, რომელმაც ბინა შეიძლება იყიდოს. ეს მარტო თბილისის მერიას მე მგონი 2022 წელს 300,000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა განცხადებით ბინის ქირის პროგრამასთან დაკავშირებით, ხო? ანუ საკმაობა ამ ქვეყანაში არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ვერანაირად, ანუ არანაირი საბინაო ფონდი არ არსებობს და კერძო მიმართულებით ხა ბინებს ქართველები ვეღარ ყიდულობენ რუსები, ძირითადად რამდენი ბინა არის გაყიდული და ნუ ესე იგი პრაქტიკულად ეს მუდმივ სიღარიბეში დარჩენილი ყველა ადამიანი, არა მხოლოდ ტრანს ადამიანები, მაგრამ კულტურული ჩაგვრა, რომელიც იწვევს იმას, რომ დამატებით ადამიანებს, თქვათ, შეექმნათ ეს გამოწვევა და შემდეგ ისინი ყაბულას არიან იცხოვრონ ძალადობრივ სივრცეებში, ან წავიდნენ ქვეყნიდან, ან გამოიყენონ შესაძლებლობები, რომელიც არასდროს სფეროში არსებობს და ეს შესაძლებლობები, როგორც თან თქვა, ძალიან შეზღუდულია. ხო, პრინციპში აი ეგ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე დროებითი საცხოვრებლებში სიტუაცია ისედაც ძალიან ცუდია ყველასთვის აბსოლუტურად, მაგრამ ალბათ ტრანს ადამიანებისთვის განსაკუთრებით აი ეს რაღაცა საერთო საცხოვრებლების ან თუ ოჯახში ძალადობის შემთხვევასთან გვაქვს საქმე და იქიდან წამოსვლის აუცილებლობასთან, ეს საერთო საცხოვრებლები შეიძლება ითქვას არც არის ალტერნატივა, იმიტომ რომ იქაც არანაკლებ
ჩაგვრელი შეიძლება იყოს გარემო, ხო? შეიძლება თუ არა ეგრე ითქვას. ნუ ახლა ალტერნატივად რომ ქუჩაში დარჩენა გაქვს, შესაბამისად ვცდილობ იმ სივრცეებთან ადაპტირებას, რა თქმა უნდა, გამოწვევა არის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ძალიან უშუალოდ სათემო სერვისები არსებობდეს ტრანს ადამიანებისთვის. ამაზე კარგი გამოსავალი ჯერჯერობით მაგ მიმართულებით არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ რა, ამ ჩვენ რაღაც საცხოვრისზე როცა ვლაპარაკობ, ეს არის დროებითი სერვისი, მაგრამ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მუდმივ სიღარიბეში, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მუდმივ უსახკარობაში, რამდენიმე თვიანი სერვისი არ არის მისთვის გამოსავალი. ანუ აქ უფრო სისტემურ პრობლემაზე გვაქვს საუბარი, რომელიც ანუ მოკავშირეა იმ პრობლემების, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, უმეტესობას მოსახლეობის აქვს, იგივე ამ საცხოვრისთან დაკავშირებით და დასაქმებასთან დაკავშირებითაც და ამ პრობლემებს უბრალოდ ამწვავებს ის კულტურული მიდგომები და სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ახლა უკვე ესე კანონების სახითაც ვლინდება. როგორია ერთი მხრივ აი რაღაცა ამ კრიზისის მიმართულებით მოლოდინები, თუ აი ეს სიტუაცია, ახლა არსებული სიტუაცია რაც არის, გაგრძელდა, რამდენად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად კრიზისულ მდგომარეობაში ალბათ უკვე ვართ, მაგრამ კიდევ უფრო გამძაფრდება რაღაცა მდგომარეობები და კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეეხება ის რაც ხდება, ხო, აი ეგ ნაწილი და რა არის პერსპექტივები იმ შემთხვევაში თუ რაღაცნაირად გაუმჯობესება იგრძნოს მთლიანად საზოგადოებამ რა მაგ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს დაკვეთა ასე ვთქვათ. ხო, ტრანსთემს კრიზისი უკვე გვიდგას და ხო ეს კრიზისი ხოლ ტრანსთემს არ უდგას, მაგრამ ჩვენ კიდევ დამატებითი გამოწვევები გვაქვს უბრალოდ ამ ერთიან კრიზისულ ფონზე. სიმართლე რო თქვა ახლა თემში იმედი არ არის იმისა, რომ რაღაცა უკეთესობისკენ წავა და ყველა ცდილობს, ფაქტობრივად ჩვენი ყოველი დღე არის ის, რომ უბრალოდ რაღაცნაირად ამ დღეს გადავრჩეთ და შემდეგ დღეს ვიწყებთ ფიქრს, რომ ახლა რა ვქნათ. და ეს რაც ყოველდღიურობაში გადის ეს კრიზისული პერიოდი რა, ანუ დღიდან დღემდე როგორ გადავრჩეთ. არ გვაქვს რაღაც გრძელვადიანი გეგმა რა უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ ვართ კონცენტრირებული ამ დღეზე და ეს კრიზისი რამდენადაც გაგრძელდება, იმდენად უფრო მეტი ადამიანი წავა უბრალოდ ქვეყნიდან. და ეს არის რაცა რეალურად 1 წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი და დაიწყო მაშინ როგორც კი ქართულმა ოცნებამ დაანონსა, რომ მიიღებდნენ ამ კანონს და როგორც კი საჯაროდ ცნობილი გახდა რა მუხლები შედიოდა ამ კანონში. და ხო მახსოვს რომ ერთი დღე იყო როცა უბრალოდ მოვიხედე და ფაქტობრივად ყველა ჩემი მეგობარი ტრანსთემიდან უბრალოდ ქვეყანაში აღარ იყო დარჩენილი. გაგრძელდება უბრალოდ ეს დინამიკა იმისთვის რომ ადამიანებმა იცი რა როცა მიდიან ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ის რომ იქ რაღაცა წითელი ხალიჩა არ დახვდებათ რა, მაგრამ აქ იმდენად სავალალო მდგომარეობა არის რომ ის რაღაცა გამოწვევები ბევრად უფრო მარტივი არის ჩვენთვის რომ რაღაცნაირად გადავლახოთ. ეს გაგრძელდება იქამდე სანამ ამ ქვეყნების რესურსიც ალბათ სადღაც ამოწურვადი არის რა, მაგრამ სანამ შესაძლებლობა აქვს თემს მიდის და ეს არის ყველაზე სევდიანი ნაწილი რომ ამ 1 წლის განმავლობაში ქვეყნიდან რეალურად გადინება მოხდა საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ტრანს ადამიანების, რომელსაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლოთ ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყანაში. და ახლა უბრალოდ იმის გამო რომ ადამიანებს არ აცდიან უბრალოდ რომ რაღაც საკუთარი თავი იყონ და შვიდად იცხოვრონ, ხო ეს ყველა რესურსი ფაქტობრივად და თუნდაც ის ინტელექტუალური რესურსი რომელიც გვაქვს ხმარდება უბრალოდ სხვა ქვეყანას რა და ბევრი ადამიანი უკვე საკმაოდ კარგად არის იმ სხვა ქვეყნებში. ვინც დავრჩით აქ არც რაღაცნაირად ჩვენ მარტო ესე ცალკე ჩვენ არ ვართ რაღაცა ერთი დიდი პროცესის ნაწილი და ამ პროცესს უბრალოდ ახლა მგონი ის ეტაპი აქვს, სადაც ყველას მხრიდან საჭირო არის დაფიქრება
გადასინჯვა მეთოდების და თქოს რაღაცა ახალი გზის ნახვა. იმიტომ რომ ხო რაღაცნაირად ეს გზა რომელიც ახლა არჩეული გვაქვს და მათ შორის ტრანსადამიანებს რომლებიც საკმაოდ ჩართულები ვართ რაც წინააღმდეგობაში რაღაცნაირად ფრუსტრაციას იწვევს ჩვენშიც ადამიანებში ზოგადად ვინც ამ პროცესში არის ჩართული და ალბათ ეგ მესახება რაღაცა ამ პროცესის ესეთ იმედიან წერტილად რომ სადღაც შეიძლება ვაღიაროთ ის რომ აქ შეიძლება ამ მომენტში დავმარცხდით, მაგრამ ეს არ არის საბოლოო დამარცხება რა, ეს არის უბრალოდ ის რომ სადღაც გაჩერდე, შეხედო შენს თავს და გადასინჯო ის მეთოდები რომელიც არის. და მოსინჯო ის ბევრნაირი წინააღმდეგობის გზები. და ალბათ ეს არის ცოტა გრძელვადიან პროცესში ის რაღაცა იმედი, რომელიც ვინც დარჩენილები ვართ ამ ქვეყანაში კიდევ რაღაცნაირად გვაქვს, რომ არაფერი არა ვიცი ჩვენთვის მით უმეტეს ყოველთვის ცხადი იყო რომ მარტივად არაფერი არ მოვიდოდა რა ჩვენთვის და თუნდაც ის საბაზისო რაღაცები რომლებიც იდეაში ადამიანებს გვეკუთვნის და რა იმდენად შეჩვეულები ვართ იმას რომ ყველაფრისთვის ბრძოლა გვიწევს რომ გონია რომ რაღაცა ეს იდეა რომ რაღაცები გადავსინჯოთ და უფრო მეტად ჩართულებმა გავაგრძელოთ ბრძოლა. ტრანსთემისთვის ყოველ შემთხვევაში ახალი რაღაც არ არის. მუდმივად სადღაც ვფლავდებოდით, მე თავიდან ვიწყებდით და არასდროს არ იყო ის, რომ ჩვენი წინააღმდეგობა ჩერდებოდა. და ალბათ ახლაც ვინც აქ ვართ მაგის იმედი გვაქვს. და ალბათ თუ ავტორიტარულ ძალაუფლებას რაღაცნაირად დავძალავთ, მოთხოვნა და დაკვეთა ჩვენი როგორც საზოგადოების უნდა იყოს ღირსება ყველასთვის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება ყველა მოქალაქისთვის. აი ალბათ გაუარესებული წერტილიდან მათ შორის ტრანსუფლებებისთვის ბრძოლის ნაწილში იმაზე კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაციიდან მოგვიწევს რაღაცების ამოქაჩვა. მაგრამ ხო არის როგორია იმ შემთხვევაში დაკვეთა საზოგადოებისთვის თუ ავტორიტარულ ძალაუფლებას დავძლევთ რა თუ გავალთ მეორე ნაპირზე. ხო საზოგადოებისთვის დაკვეთან ძალიან საინტერესო იყო ის რომ თქვა აი ამ პოლიტიკის შემოტანამდე რომელიც თითქოს და რაღაც სიტუაციურ მოკავშირობას ვეძახდი ხოლმე, იმიტომ რომ რეალური მოკავშირობა არ არის, მაგრამ სიტუაციური მოკავშირობა არსებობს დასავლეთის ტრანსფობიურ განწყობებთან, ხო? საზოგადოება ბევრად უფრო რაღაც მომენტში დიდ ქალაქებში განსაკუთრებით, ხო, გახსნილი იყო, უფრო მხარდამჭერი იყო, სოლიდარული იყო ქვიერთემის მიმართ. და ეხლა ეს კანონებით რაღაცნაირად ცდილობენ რომ ეს უკან შეაბრუნონ ეს და განავითარონ სიძულვილის განწყობები რომელიც არსებობს. თუმცა მე მგონია რომ სოლიდარობის ხიდები რომელიც აშენებულია და უფრო შენდება რაღაცნაირად ამ საზოგადოების ქსოვილის გახლეჩვას რაღაცნაირად შეიძლება გაუძლოს. ავტორიტარიზმში ძალიან რთული არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ცდილობა არ უნდა დავკარგოთ. ამიტომ ყოველთვის მე ვამბობ, რომ ეხლა იმდენ პრობლემაზე ვილაპარაკეთ და ამ პრობლემის შეუძლებელია ჰეტერო სისქენდერმა ადამიანებმა საკუთარი თავიც ვერ დაინახონ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ מחვილით ეს ავტორიტარული რეჟიმი მათაც მიყვება, ხო? არავინ არ დარჩება ყველას კარებთან ჩაიმხლებს ეგ აკლემინდა. შესაბამისად ამიტომ საერთოობის პოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა მე ორი ქუდით წარმატმინე ძირითადად უფრო სოციალურ შეფერად პოზიციონერები ვსაუბრობდი, მაგრამ აქტივისტების რწმენა იმისი რომ თქვა და ეს ჩაგვრა რომელიც არსებობს დასრულდება და რაღაცნაირად მოხდება ის რომ ადამიანები შეძლებენ რომ ჯერ აღწერონ ეს ჩაგვრა და კარგად გავიგოთ რომ რატო არის ეს ჩაგვრა და რატო არის ეს ჩაჭერა თქვა ამ თემებზე და მე საზოგადოებამ ერთობლივად გაიაზროს აღწერის შემდეგ ამისი და
გავაკეთოთ ისეთი ქმედებები, რაც ძალიან ისაუბრებდა, რომ ახალი გზები თუ ფიქრის და კვლევის საფუძველზე გავაკეთოთ ისეთი თქვა პოლიტიკები ჩვენ თვითონ, რაც ამ სოლიდარობის ქსელს აღადგენს და საზოგადოებას გახდის უფრო წარმატებულს, ხო? რამდენი ადამიანი მიდის უკვე აღინიშნა და ეკონომიკური ეფექტიც ამას ძალიან დიდი აქვს. ეხლა მარტო ის რომ ციფრებში რო გადავიდეთ, აი რო წარმოედგინოთ ქვეყანამ რამდენი დაკარგა გენდერული აფირმაციების პროცედურების შეზღუდვით და აკრძალვით ქვეყანაში კლინიკებს და ექიმებს, ანუ ამაზეც არ ელაპარაკობენ, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი თანხები, ხო, რომ შეიძლება ტურიზმის კუთხით მოზიდული იყო საქართველოს შეიძლება და ვუყოთ. ხან ძალიან გავიჭერე, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის რაღაც როცა სკერზე მოხვდები და ის რაღაც ყოველთვის არის აქ არ არის ეს არ სრულდება ხო რამდენი და ამაში ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ ალბათ ფემინისტური მოძრაობის იმიტომ რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ჩაგრული ადამიანების შრომის და ძალისხმევის შედეგად ბევრი უფლებები მინჭებული იქნა და ეს ჩაგვრა არ არის ბედისწერა და ყოველთვის როდესაც შენ იშრომებ იმისთვის და ესე ვთქვათ მოიჭიდები შენს თემს მოიჭიდები შენ საზოგადოებას მოიჭიდები და იმასამ ამოხვალ აქედან აუცილებლად ეხლა არაფერი არ არის სამუდამო ხო და ვერ იქნება ავტორიტარიზმი სამუდამოდ საქართველოში გამორიცხული ეგ არ არსებობს ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი საზოგადოებაც და შესაბამისად ანუ აუცილებლად ერთხელ ეს მოხდება და დასრულდება ეს მაგრამ მე უბრალოდ იმის შიში მაქვს რომ ეს პროცესები ისე უნდა წავიდეს რომ ხელთავად იქ არ დაბრუნდეთ მე მოგვიანებით იმიტომ რომ ასევე გოგონა ზუსტად 2012-ში რომ რაღაცა დასრულდა თუ რაღაცა ძალადობრივი გამოცდილებები შემცირებული იქნებოდა მაგრამ ახლა ხედავთ რომ იგივე ხდება ამიტომ საზოგადოება ისე უნდა გაიზარდოს და ისეთი იმუნური სისტემა უნდა გამოიმუშავოს რომ ესეთი თქვათ ხელოვნური ჩარევებით და კანონებით რომლებიც საქართველოში არ დაწერილა არ წარმართოს საკუთარი ცხოვრება იმიტომ რომ ეს არ არის ქართული კანონშემოქმედების შედეგი ან ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ ეს იწერება სხვაგან და უბრალოდ იკითხება რამდენიმე ქართველის პირით ხო დაყოფის აშკარა ხელოვნურ მცდელობებს აღარ უნდა წამოვეგოთ როგორღაც უნდა ვისწავლოთ იმ გამოცდილებებიდან რაც გვქონდა კი ბატონო დიდი მადლობა 64-ს სივრცის დათმობისთვის ტექნიკური და ადამიანური მხარდაჭერისთვის მცირეხნიანი პაუზა გვექნება პოდკასტში და მე მეორე სეზონით დაგიბრუნდებით დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და მადლობა დიდი